ოთარ როსაძე პროფესიით ბიბლიოგრაფია, თუმცა მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უამრავ საინტერესო ფაქტს მოიცავს. 86 წლის მანძილზე წიგნი მისი თანამგზავრი და მსახური იყო, ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო. დავიბადე და გავიზარდე ზესაფონში. სკოლაც იქ დავამთავრე, საშუალო სკოლა. ჯერ კიდევ ომი დამთავრებული არ იყო. ცხადია, ცხოვრების არჩევა მე თვითონ დამოუკიდებლად არ შემეძლო და ჩემი უფროსი და მისი გაზრდილი ვარ. ბიძაშვილი იყო ჩემი პირველი მშენებელი ინჟინერი ქალი და იმას უნდოდა რომ მისი კოლეგა ყოფილიყავი და წამომიყვანა თბილისში ბინაც ჰქონდა სხვადასხვა აქ და მიმიყვანა საინჟინრო ინსტიტუტი იყო მაშინ მოსამზადებელი განყოფილებაზე ორთვიანი კურსები იყო და რაც არ უნდა იმათ მოგვეჩვენოს მართლაც ნამდვილად ასე იყო რომ საოცრება ის იყო რომ ორთვიან კურსებზე სტიპენდიას მაძლევდნენ და ჩავირიცხე საინჟინრო ფაკულტეტზე სადაც ჩემ ბიძაშვილს ოთახი ჰქონდა იქ მეგობარი გავიცანი თემურაზ კალანდაძე იმან მითხრა დედიზმა ბიძაც ჩემიო განათლების სამსახურში მუშაობსო და მივიდეთ იმასთან და რაღაცას გიშვებისო და მივედით იმასთან გაიგო რომ ვაკანტური ადგილი ყოფილა ერთი პედაგოგიურ ინსტიტუტში არისო ფაკულტეტი ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის და იქ არ ვიცი როგორ იყო მიხვალო იქ ამას იკითხავა და რამდენიმე დღეში ჩამაბარებინეს უცებ გამოსცები და ჩავირიცხე გავხდი სტუდენტი. ბატონი ოთარის დამოკიდებულება წიგნთან პედაგოგიური მოღვაწეობის წლებთანაც არის დაკავშირებული. დროთა განმავლობაში კი ენციკლოპედიური ხასიათის კრებული შეიქმნა, რომელიც მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს, მაგალითად სიყვარული, ბედნიერება, ეკლესია და ასე შემდეგ. ილია ჭავჭავაძის ატომეული რო გავაკეთე მერე აკაკის 15 ტომი წავიკითხე. მერე ვაჟა წავიკითხე 10 ტომი. მერე გამსახურდიას 10 ტომი ყველადან ვიწერდი აზრებს. ყველაფერზე, სულ ყველაფერზე განურჩევლი ჯერ დავიწყე წიგნის შესახებ, ხო, ყველაზე მეტად მაინც წიგნზე რა უთქვათ. კითხვაზე რა უთქვათ, მაგრამ იმდენი რაღაცები შემხდა და ყველაზე მეტი რაზე დაგროვდებოდა, რაზე იცით? ქალზე დაგროვდა, ქალი. აქ არის ადამიანზე, ადამიანობაზე, ვის რა აქ ნათქვამი, მოკლე აზრები, მოკლე გამონათქვამები. ვისაც ღმერთი წყალობს, ეშმაკი რა დააგლებსო. ვისაც ღმერთიც ეშინია, იმის ნუგეშინია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გალაქტიონ ტაბიძესთან და ირაკლი აბაშიძესთან შეხვედრა, როგორც თვითონ იხსენებს, ვერასოდეს წარმოედგინა, რომ მოდესმე ცოცხალ მწერლებს შეხვდებოდა. მათთან გატარებული წუთები კი ბატონი ოთარისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. ერთხელაც გამოვედი მანქანი და მივდივარ კომიტეტში. ტროლეიბუსის გაჩერებასთან დავინახე გალაქტიონი დგას ამდენ ხალხში. ცოტა რომ გავწი, გავაჩერე მეთქი მეუთხარი მწყურს და გადმოვხვდი და მივედი ბატონ გალაქტიონი მეთქი, დამობდანის მეთქი და შემომხედა და წამოვიდა ხალხად გამოიქცა და ნელა მეუთხარი თავის თავი პორტფელი ეჭირა ხელში, შემოვიდა დაჯდა წინ, მე იქით მხარეს დავჯექი და ეხლა უკან ქონდა დამონტაჟებული კარადა. კარადაში ქონდა წიგნები. უკან მხარეს გაიხედა და ეს წიგნებს რო შეხედა, გაუკვირდა რა არის ესო და მე ვუთხარი ბატონო გალაქტიონას მეთქი ბიბლიოთეკა ავტომობილია მეთქი. რა არისო და მე ვუთხარი ასე მეთქი ვემსახურებით. გაიხედა და ეს რა კაი რამე მოუგონიათ კომუნისტებსო. კაი სინეგურად ჩაიხეთხითა. რამდენიმე წელია ბატონი ოთარი თვითონ აკეთებს ჩანაწერებს, ლექსები მისთვის მნიშვნელოვან თემებს ეხება. გული, ასე დავარქვი. სულის სამოსის მშვენება გულს რომ ვეძახით სახელად. არ იცის მან შეცვენება რა ენერგია აქვს რა ხელა. ზღვა საიდუმლოს ინახავს და ართუს მისი გამხელა. რასაც გზნობით დაინახავს, არ ძარდულს ორსავ თვალხედას. ცხოვრების თანამგზავრი ბავშვობის ასაკიდან აირჩია, მათ დღემდე მტკიცე სიყვარული მოჰყვებათ, რომელმაც მრავალ განსაცდელსა და დროს გაუძლო. სკოლის მერხზე ცელქი ბიჭი დამაჯინეს მეშენს გვერდით. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს სამომავლოდ ჩვენი ბედი.